მოგესალმებით, მე ვარ ნიკა და დღეს მე ვიდეო გაყვეთილში გასავლით როგორ გამოიყენა და დაინსტალირე Sony Vegas Pro 11. მე მქონდა წინა ვიდეო გაყვეთილი, რომელშიც ასახული იყო ზუსტად ეს მასალა, მაგრამ ვიდეო რაღაც შეგეხებების გამო პროგრამა არ ირთვებოდა, ამიტომაც მოდით გადავიღებ მე ვიდეოს თავიდან. პირველ რიგში გადავდივართ ლინკზე, რომელსაც მე ვიდეოს ქვემოთ სრულ აღწერაში მოვაყოლებ. აი, ბევრმა ვერ გაიგო ეს რას ნიშნავდა, ამიტომ მოდით განახეთ რა არის სრულად აღწერა. შევდივართ ჩვენს ჩანელზე, ანუ ჩვენს არხზე და აქ ხედავთ ეს არის ახალი და ამიტომ აქ ახალი ინტროები და ახალი ვაინები დადებული, როდესაც გავხსნით ვიდეოს. ქვემოთ იქნება აი ასეთი რაღაც მინაწერი. შემდეგ აქ ვაჭერთ სრულად ნახვას და აქ ეწერება ლინკი. ამიტომაც მოდით შემდეგში გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვაგვარი შეფერხებები აღარ იყოს. ეხლა გავაგრძელებთ. როდესაც გადავალთ ლინკზე, რომელსაც მე ვიდეოს ქვემოთ დაგიტოვებ, ვაჭერთ download. მოვიდებით. და როგორც ხედავთ, ფაილმა დაიწყო ჩამოტვირთვა. როგორც ხედავთ, რად მოიწერა და აი ასე გამოიყურება იგი ვინ არის ფორმით გადმოვიდა. შევდიხსნით ვაჭერთ Sony Vegas და აი ამას დავაინსტალირებთ. ველოდებით. აქ ვიჭერთ ჩვენთვის აბსოლუტურად მე ვიჭერ ინგლისურს ვაჭერთ next აქ ვაჭერთ install და იგი დაიწყებს დაინსტალირებას. არც ის რთული პროცესია, მოაშორებთ ამას და ვაჭერთ finish. ასევე იგი გადმოიტანს ეს პროგრამას, მაგრამ იგი შეგიძლიათ წაშალოთ უბრალოდ. არაფერში არ გჭირდებათ იგი და როგორც ხედავთ, ჩვენი Sony Vegas Pro 11-დან 0 დაინსტალირებული სახით გადმოვარდა. მოდით გავხსნათ იგი. აქ ვაჭერთ ეგრე და ველოდებით. როგორც ხედავთ, ჩვენი Sony Vegas Pro ჩაირთო, სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი ჩანელი, რადგანაც შემდეგ ვიდეო გაკვეთილში აუცილებლად გადავიღებ თუ როგორ გავაკეთოთ ინტრო. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის. დანახვას.